დღეს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ქართველი მომღერალი და სახალხო არტისტი, რომელიც სამშობლოში აღიარეს როგორც საქართველოს ხმა, ხოლო უცხოელები მის მიერ შესრულებულ თუნდაც ოროველასა და ურმულს კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებდნენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობების უნიკალურ გამოვლინებას. დღეს მომღერალი სახალხო მოლექსე, მასწავლებელი საქართველოს სახალხო არტისტი ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა. სამშობლოში მისი პიროვნება და შემოქმედება როგორ უყვარდა რა პატივსაცემდნენ ცნობილი ამბავია, მაგრამ უცხოელები თავიანთ დამოკიდებულებას და ემოციას ჰამლეტ გონაშვილის ხმასთან სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ, მაგალითად ფრანგები თურმე მრავალ ჟამიერს ყოველ 5 წუთში ერთხელ ამეორებინებდნენ კონცერტებზე, ესპანელები კი ყელზე ჰკოსნიდნენ და სიყვარულს ასე გამოხატავდნენ. არ არის გასაკვირი, თუნდაც მის მიერ შესრულებული სიმღერა სახელწოდებით დაიგვიანეს ამის ნათელი მაგალითია. Magram salamur stumo crescuri andamaturi zalit gamasse როცა მასზე სტატიები იწერება, შეფასებითი ნაწილი თითქმის ყველგან ერთნაირია და ხაზია გასმული, რომ ჰამლეტ გონაშვილი ყველაზე გამორჩეული და პატივსაცემი ქართველი შემსრულებელია, რომელიც ქართული ფოლკლორის ეტალონად არის მიჩნეული. მისი განსაკუთრებული ვოკალი და გამორჩეული შესრულების სტილი გონაშვილს მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მსმენელს ხიბლავს. სხვათა შორის საინტერესოა, რომ თავიდან სულ სხვა პროფესიით დაიწყო მოღვაწეობა, ჯერ მუშაობდა თბილისის ტურისტულ ბიუროში, შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზე სიმღერით გამოვიდა, ერთხელ მას ურჩიეს სიმღერით სერიოზულად დაინტერესებულიყო, ძალიან მალე კი უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. მოდით კიდევ ერთი მისი შეიძლება ითქვას მთავარ სიმღერას მოусმინოთ. თუ ასე ტურფა იყავი, რომლის მუსიკის ავტორი სხვათა შორის აზორ ერქომაიშვილია და არ არსებობდა კონცერტი, სადაც ის ამ სიმღერას არ შეასრულებდა. ეს ბატონი ანზორია? ეს ბატონი ანზორი გახლავთ. კელაპტრიშვილი. დღეს თუნდაც ამ მოკლე დროში ჰამლეტ გონაშვილის გახსენება მისი შემოქმედების უგდავყოფას და ახალ თაობაში პოპულარიზაციას ემსახურება. ძალიან კარგი ამბავია ის, რომ მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. მას არაერთი უცხოელი გუნდი ასრულებს მის სიმღერებს. ჩვენთანაც მისი სიმღერები თითქმის ყველა მუსიკალურ სატელევიზიო პროექტში ისმის და სრულდება. მინდა თაობებმა იცოდნენ მასზე, ისწავლონ და იმღერონ მისი ნამღერის სიმღერები და უფრო მეტი დაინტერესებისთვის ახალ თაობას კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს ვეტყვი. არის ასეთი მსოფლიოში ცნობილი დოკუმენტური კინოშედევრი, ფილოსოფიური ესე, რეჟისორ რონ ფრიკეს ნამუშევარი სახელწოდებით ბარაკა, საამაყო ამბავია, რა თქმა უნდა, რომ ამ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ ჰამლეტ გონაშვილის განუმეორებელი ხმა გაზდევს ფონად. მშობლიურ სოფელ ანაგაში დედის სანახავად ჩასული ჰამლეტ გონაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა, მაშინ თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, 2001 წელს კი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს და
დანამდვილებით თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მისი ხმა უნდა სუისმოდეს, რა დრო და რა ეპოქაც არ უნდა დადგეს, ეს ჰამლეტ გონაშვილის ნამდვილად ასე და კელატრიშვილი ჩონგურს კი ბატონო, კელატრიშვილი. თქვა აუცილებლად კი მეცრამლების გარეშე მაგალითად ვერ უსმენ ბევრი. გონაშვილს და ხო რა თქმა უნდა მე მარტო არ ვარ დაგაჟრიალებს ხოლმე ხო? ნამდვილად არა ჩვეულებრივი ვოკალის მქონე ადამიანი იყო და ძალიან ტრაგიკული აღსასრულით ძალიან სამწუხარო რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა რითიც ვამაყობთ ჩვენ ქართველები მე